ახელი არის გიორგი მჭედლიშვილი, მე აჭარელი ვარ, ახალგორელი, გაგრელი. საბოლოოდ რა გამოდის, რომ საბოლოოდ ქვეყანა იღუპება. ჩალაგამოვლებულებია. ამჯერად საგარეჯოში ვიმყოფებით, ჩვენი გუნდი ქართული რესპუბლიკა ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრას ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში. ეხლა კწანის შიდა გონიოში არაბული ქალაქები ყველაზე მეტად გვაწუხებს და ამიტომ დავდივართ. ჯერ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულება გასაჯაროვდეს, იმიტომ რომ დამალული არის, რასაც ეწენენ ხელს რა პირობით გადაეცემა ყველაფერი. იმიტომ რომ რო გასაჯაროვდეს, დარწმუნებული ვართ, რომ ეხლა თუ 10-დან 8 კაცი არის წინააღმდეგი, 10-დან 10 იქნება წინააღმდეგი. ეგ ერთი. თან რო არ ასაჯაროვებენ, ეს ნიშნავს, რომ სიმართლე ხო, რაღაცას მალავენ. ამიტომ ეგ აგვაქვს რა, რო არ გითხარ, რომ იქნება საერთოდ რა არის და კაია. მეორე არის, რომ ხალხში დაიწყონ განხილვები, ეგეთი რამე ბევრჯერ გაკეთებულა. გამოვიდნენ ვინც წინააღმდეგი არის და გაესაუბრონ, რა ვიცი, განხილვები ჩაატარონ რაიონებში, ქალაქებში, ეს მარტივი გასაკეთებელი არის. ეს ორი გააკეთონ და სანამ ამათ არ გააკეთებენ და ხალხის თანხმობა არ იქნება გამოხატული, რომ ყველა მიხვდებით, რომ კაი, ხალხი თანახმაა, თურმე კაი ყოფილა, მანამდე არ ააშენონ არაფერი. ესე გვაქვს ჩამოყალიბებული. აი აგერს მო. ჩვენ ვინ ვართ ამასაც ორი სიტყვით გეტყვი რომ იცოდე. ქართული რესპუბლიკა ქვია ჩვენ მოძრაობას ახალგაზრდები ვართ. ზოგი კახელი, ზოგი ქართლელი, ზოგი იმერელი, ზოგი აჭარელი, ზოგი აფხაზი. სანამ ეს განწყობა არ შეიცვლება, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ის, რაც ჩვენს თავს ხდება. მანამდე არავინ არაფერს არ შეგვიძლია. ეხლა ბევრ რაიონში დავდივართ და აქაც იგივეა, ახალგაზრდობა აქაც აღარ იქნება. ასე არ არის? იმას აქვს მთელი ბიზნესები ახლა ჩვენი ხალხი გარეთ გარბეს. თუ შეგხვდებით, თქვენი აზრი გაგვიზიარეთ, გითხარით, შენიშვნები ყველაფერი. ჩვენ ვართ მოძრაობა ქართული რესპუბლიკა. Facebook-ზე თუ შეგხვდება, გაგვიზიარე შენი აზრი, შენიშვნა თუ გექნება, ან რა ვიცი. კი. ან კომენტარში ან ისე მოგწერე ყველას აზრს ვითვალისწინებთ ხოლმე სულ, რომ საწინააღმდეგო იყოს, იმიტომ რომ ეხლა რაც გვაკლია ერთს არის ერთმანეთის მოსმენა. გაიხარე. მადლობა ძმაო. ალბათ სადავწერო. აქ შევსებულა. აგერ აქეთ ამ ხარის. თქვენი შენიშვნა, თქვენი აზრი გაგვიზიაროთ საგარეჯოზე, საქართველოზე, რა ვიცი, ყველაფერს. ეხლა გვაქვს 6000-ზე მეტი ხელმოწერა რა. ის მაინც მოქმედებს იმაზე, მთავრობა მიცის რომ ეს ხალხი უკმაყოფილოა, ასე ფიქრობს და შეიძლება არ გაითვალისწინოს. თავიდან მეიცია, მაგრამ რაღაცა ზღვარი აქვს ყველაფერს, გამიგე? თუ აი ნახე, ეხლა მე იმ დღეს მაგალითი მოუყვანე ვიღაცას, რომ ვიღაცას რო ჩაგრავს ადამიანი, ის თუ ხმას არ ამოიღებს და არ იტყვის რომ უკმაყოფილო, ის უფრო შედგება ზედან. და როცა ხმას ამოიღებ, იმან მაინც იცის რომ ესე იგი გადალახული აქვს რაღაც ზღვარი და იმისიქეთ რა იქნება, ეს ცოტა ბუნდოვანია. ამიტომ სიტყვას აზრი აქვს. ჯარში იყო ხოლმე, თუნდაც ჩოგული დააშორეთ. ხო, რა თუ ის ჯარში ხმას არ ამოიღებს, უარესად შედგებიან, ხო ასე არის. თუ ხმას ამოიღებს, ქემაინც იყვირებს, რაც მეც გაატარა ზოგადად მოსახლეობა და რაც მეც მოითმენდა თავს დახრი, ყოველ ჯერზე ერთ-იგივე ამოვიქნა. ამიტომ მადლობა, რომ ესეც ხმის ამოღებაა და ეს მნიშვნელოვანი არის. ამისთვის მადლობა. იცოდეთ აი ხო თუგი რამე გეშველება, კიდევაც მოვაწერ, ცეცაც მოვაწერეთ რა. ეხლა რაც ამოვიარეთ, 1-2 ახალგაზრდა შეხვდა და ისედაც ერი ნადგურდება. მე არ გეტავე. ამიტომ გული შევკივა და მაგიტომ დავდივარ. გული კი არ შემდგება რა გინე ყველაფერს მოვაწერ. აი რატო არის? რა საკეთებია? არ ვიცი, აი ესეც აფხაზეთიდან არის, ნე. აჭარი რა? ვა, აჭარელი. აუ, აბა, ისიმები ვიქნებით. კაი ხვა აჭარი დადაკტა. სხალთიდან, მე სხალთა ძალიან მიყვარს. სხალთა არის ერთადერთი ადგილი, სადაც შემოგჩა ძველი შუა საუკუნეების ტაძარი არაჩვეულებრივად ნაგები და. კი. წაიყვა იქ, ჩაიყვა ისე ვიკითხო, აქ ჩავჭა მე. სადღა არის რუსებმა წაიღეს მთელი ბათუმი, ჩვენი საცხოვრებელი ადგილი აღარ დარჩა. კარგად შემბოჭე. როდის იყავით ბოლოს? კარგად შემბოჭე, შემოქულებდე შენი რკინის კარი კლავებით. აი მაგის მეგვარე ვარ. ქართულად ვერ ლაპარაკებ, თურქულად არა, როგორც რუსულად. რუსულად არის ბიძაო. კი, ყოველი მეორე კაფე სადაც არ უნდა შეხვიდე, რესტორანი სულ რუსებისა. ასე ქართულად ნაწერს ნენელა ვეღარ დაინახავ. გაივლის სულ ძირითადად რუსულად აწერია, როგორც ჩვენთან არის ახლა აგერ აქა. ამათ ეხლა ჩვენ მთავრობას რა უნდა ეს მომავალი თაობას მოუსწროს ის საფუძველო დაადებილოს. დაადებილოს რომ იგი წახვიდე და წამოხვიდე მაგალ ჭკუაზე. ეგრე არა. თუ არანდა რა გაირეკოს უცხოეთში. მაგას აკეთებენ ახლა. ვინც არის ახალგაზრდობა გარეკილია ნახევარზე მეტი. ეგეთი ამბავი არის. ეგრეა კი. აქ ვერაშო, ოჯახ ვერ ინახავს. როგორ შეიძლება ორგანიზაციაზე ხარ? ჩვენ ვართ აი ოქტომბერში რთველობაზე დავაფუძნეთ ეგეთი მოძრაობა არის.
ქართული რესპუბლიკა ქვია. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ჯერ ქართული და თან რესპუბლიკა ნიშნავს როცა ხალხის ხმა წყვიტავს საქმეს. ნუ საზოგადოების განწყობა აქამდე ცოტა რაღაც ისე იყო, რომ აი პოლიტიკურ მოძრაობას ან პარტიას თუ ახსენებდი, შედარებით გაურბოდნენ და რაც ეხა ამ ბოლო არ შემიმჩნევია სხვათა შორის ბოლო პერიოდში და ეს უკვე კარგია. განწყობა რო ცვლილებები არის საჭირო, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი იზიარებს ნებისმიერ რეგიონში, სადაც ჩავსულ ვართ, უბრალოდ აი ეს არის ყველგან პრობლემა, რომ რაღაც გამოსავალს ვერ ხედავენ ვერავიში, არავინ არ წარმოუდგენიათ, ვინ შეიძლება იყოს შემცველი იმ რეალობის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. მიზანი რატოც გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო მაქსიმალურად საზოგადოებაში გასვლა, რეგიონებში სიარული, უშუალოდ შეხვედრა არის ის, რომ საზოგადოებას დაკარგული აქვს იმედი და ვერ ხედავს გამოსავალს, ვერ ხედავს იმის საწყის, საიდანაც შეიძლება ეს ცვლილებები დაიწყოს. და იმის გამო რომ ადამიანებში საჭიროა დავაბრუნოთ აი ეს იმედიდან დობა, უშუალო კომუნიკაცია არის პირველი და განსაზღვრელი. გარდა ამისა, მხოლოდ ასე შეგვიძლია გავიგოთ ადგილობრივი პრობლემები და უშუალოდ მოვისმინოთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ეს პრობლემები ზურგით დააქვთ ამდენი წელია და რაღაცა დავანახოთ, რომ იმედი არსებობს. პირველი და რამე აი ესეთი მნიშვნელოვანი, რასაც საგარეჯოში გააკეთებდით, აუცილებელი გასაკეთებელი რო არის ხელისუფლებაში რო იყოთ. არ ვიცი ვერ გეტყვი. თქვენ ხო არ გაქვთ რამე? აი ქუჩები გავაკეთებდი. ანუ ასფალტს გულისხმობთ თუ? ასე იყო ხო. ზოგადი პრობლემა რაც არის ქვეყანაში ვიცი, მაგრამ თქვენ ადგილობრივებმა ადგილზე რა პრობლემებია უკეთესად იცით. რა სიტყვით აი რამე მნიშვნელოვანი? ხო და აი ჩემი ეს პრობლემა ის ხო არა რომ არ ვლაპარაკობთ ზოგადად. ხო, აბა რა ვიცი, ვინ გააკეთებს, რას გააკეთებს. ჩვენ თუ არ მოვითხოვეთ, მე მგონი არავინ არ გააკეთებს. რამდენიც გინდა ვირას მოგცემს ეს. რამდენიც ჩვენთვის ხო არ ვითხოვთ პირადად, ვითხოვთ რომ გარემო უნდა შეიცვალოს. მოვითხოვოთ მასიურად მაშინ და მასიურად არავინ არ მოიწევს. ხალხს ერთი პირი არა, გენჩ. ერთი პირი არა, ყველა ცალკე-ცალკეა და ეთახვებით მაგაში. ეგ რამ გამოიწვა? მამინდაშვილო, დეიდაშვილობა, პაპინდაშვილობა არ მაიშლება, არავინ მაითხოვე რამდენიც გინდა. არაფერი არ ეშველება. ანუ კორუფციაა პრობლემა მაგას სახით. კორუფცია და ნეპოტიზმი. კორუფცია ზევიდან მოდის არის საერთოდ კორუფცია. ეს მამიდაშვილობა და დეიდაშვილობა ეხა ნეპოტიზმი და კორუფცია. მაგას კი არ ვიცი, იცი რა, მე შენი ხათრი მაქვს, შენ ჩემი ხათრი აქვს, შენ იმის ხათრი გაქვს და არაფერს არ ამობ და იმიტომ ავარ ხალხი გაჩუმებული მეთქი მაგას მithახი. ხო და საბოლოოდ რა გამოდის, რომ რაღაცა ქვეყანა იღუპება. ჩალაგამოვლებულებია. იგეგა. ის კაცობა უნდა მაიშალოს, კაცის კაცო, ის რახან აროჩინა. ხო, არა, მივხვდი რა სიძახ. ხო მიხდი ასეც. ხო, ანუ მხარდაჭერა იმის გამო არ უნდა იყოს, რომ ვიღაცა ვიღაცას არის და რეალურად კაცი უნდა იყოს ისეთი, ვინც მართლა საქმე იცის. ხო. არა, ახან შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ და თანამდებობა მოხსე მაგის ქვეყანა გულში. შუაზეა გაყო. კაცი უნდა გაუშო, ვინც გააკეთებს. არა, ახან შენი შინაურია, ახან შენი ძმაკაცია. არა პროფესიონალიზმი იღუპავს ქვეყანას. ეგ როგორ შეიძლება? და აი არჩევნები რომ მოდის უცოდინა ბევრი ნიჭიერი ზის სახში, ვისაც რაღაც იზაკეთება შეუულია. და ბევრი უცოდინარი თანამდებობა ზის, ვინც აზიარებს ის რა არის. აი, საერთოდ არ იცის რა არის. რავი, ხელისუფლება და მთავრობა. ეგ ხო ჩვენი ბრალიც არის. ჩვენი ბრალიც არის, აბა მავისი არის. მე წეღარ არ ვთქვი კაცო, იმის ხათრით ვაძლევთ ხმას, აქამის იმის ხათრით იმას ვაძლევთ ხმას და აი ეგ როგორ შეიძლება? ბოლოში გამოდივართ ლაპ გამოროსილებია ეს. როგორ შეიძლება ეგ რო შევცვალოთ გამოვასწოროთ? როგორ შეიძლება და არ უნდა გავაკეთოთ ეს აქციელი კაცო, რო ვიცით რომ ის არაფერს გამკეთებელია და რო ვიცით რომ ის არაფერს არ წარმოადგენს, არც რო ხარ დაუჭირო და არც მიზად არ მეეხი. აი მაგით უნდა შეიცვალო. შენს რომ მაგას გააკეთებ, მას რომ მაგას გავაკეთებ და ისიც. მაგით შეიცვალო. ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. კარგი. ძალიან მნიშვნელოვანია, მეც ვფიქრობ, რომ ადამიანებთან პირადი კომუნიკაცია გქონდეს, იმიტომ რომ საერთოდ სხვა სურათი ხდება ადამიანებთან პირადად საუბრისას. ხელისუფლება რაღაცნაირად ონლაინ სივრცეში ამ ტროლბოტების დახმარებით ახერხებს, რომ რაც ალტერნატიული რეალობა და ალტერნატიული საქართველოს იქნას, თუმცა როდესაც მიდიხარ ადამიანებთან და პირადად ელაპარაკები, ხვდები, რომ ყველაფერი მშვენივრად ესმის, ადამიანები არ არიან სრულები, ყველაფერს გააზრებული აქვს ის პრობლემები, რაც არსებობს, უბრალოდ ხო არის გარკვეული უიმედობა და თუ ისინი არაფიქსირებენ პროტესტს, ან თუნდაც ზოგიერთი ქართულ ოცნებას ხმას აძლევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ ალტერნატივას და ვერ ხედავენ გზას, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია რომ უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა. თუმცა ეს გზა არსებობს და სწორედ ამაზე ვცდილობთ ადამიანებთან საუბარს. საგარეჯოსკენ მივდიოდით და არ შეგვეძლო არ შემოგვევლო ნინოწმინდის კომპლექსში, აქ განთავსებული არის უნიკალური მე-6 საუკუნის ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ რომლისგანაც მხოლოდ ნანგრევები შემოგჩა დღეს, მაგრამ ფრესკების რაღაც ნაწილი ჯერ კიდე გადარჩენილია, აქვე არის დედათა მონასტერი, ხოთაშორის კახეთში ყველაზე მაღალი სამრეკლო და მე-16-17 საუკუნეების გალავანი. ჩვენი მიზანია მათ შორის, რომ სადაც წავალთ, რომელ რეგიონშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, თუ სადმე
ვიქნებით ახლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, აუცილებლად მივიდეთ, იმიტომ რომ ვთვლით, რომ საჭიროა რომ პოპულარიზება მოვახდინოთ აი იმ მემკვიდრეობის, რომელიც გვაქვს, პატივი მივაგოთ მათ შორის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებულ აი ამ უნიკალურ მემკვიდრეობას, რომელიც გაგვაჩნია და ჩემი დიდი სურვილია პირადად, რომ აი ასეთი უნიკალური ადგილები, როგორც მაგალითად ახლა ჩვენს უკან არის, იყოს სულ მცირე დაკონსერვებული მაინც, იმიტომ რომ დიდი საფრთხეა, რომ ის მცირე ფრესკებიც, რაც შემორჩენილია, შეიძლება წაიშალოს ამინდის ზემოქმედების შედეგად და ასე შემდეგ. მოკლედ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ახლოს ჩვენს ფესვებთან, აი ამ ისტორიის შესწავლით. ზოგადად ქართველებს ძალიან გვიყვარს ისტორია, ყველას უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ სათანადოდ არ გვაქვს შესწავლილი ჩვენი ისტორია იმ დონეზე, რა დონეზეც ალბათ ჩემი აზრით უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, ძალიან მდიდარი და უნიკალური წარსული გაგვაჩნია და ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. უნდა დავიცვათ და უნდა მოვუაროთ. ჩემი მიზანი და სურვილია, რომ მომავალში ასეთი უნიკალური ადგილები აუცილებლად სათანადოდ იყოს მოვლილი.